ხლების შესახებ 5 საათს გაგრძელდა აკაკი მინაშვილის მეუღლის ქეთევან კობიაშვილის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში. კობიაშვილის საგამოძიებო უწყებაში თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდთან დაკავშირებით იყო დაბარებული. საქმე ეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, როგორც მან საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ განაცხადა, მისი დაბარება შალვა თათუხაშვილის მკვლელობას უკავშირდება. მისი თქმით, პროკურატურის მხრიდან თათუხაშვილის ოჯახის წევრებზე ზეწოლა ხორციელდება. ოჯახი და ნათესავები ვაპირებთ მისი სიკვდილის გარემოებების გამოძიებას, ამ ორი ადამიანის მკვლელობის და ამ ორი ადამიანის მიერ მისი მკვლელობის და წამების ფაქტების საზოგადოებისთვის გაცნობას და ამიტომ რომ ალბათ ნათესავები და ოჯახი უკან დაგვახევინონ და ჩვენ სიმართლის გამოვლენაზე უარი გვათმოვინონ, ამიტომ არის ეს ხორციელდება ეს ზეწოლა. და ზოგადად მესიჯი იყო პროკურატურისგან, რომ ნათესავები და ოჯახის წევრები თუ შეიძლება წყნარად იყავით. თქვენი ბიძაშვილის თუ თქვენი ოჯახის წევრის წამებაზე და მკვლელობაზე არავინ არ დაისჯეს. და ძალიან სამწუხარო, რომ პროკურატურა არის დაკავებული იმ სასაცილო თემებით და გამოძიებებით, რომელზეც ახლა ქეთო კობიაშვილი არის დაბარებული, რომ თითქოს იგი თავისი მუშაობის პერიოდში თავდაცვის სამინისტროში თხოვდა თანამშრომლებს, რომ დაელაიკებინათ მიშას გვერდი და საკალათბურთო გუნდი არმიას გვერდი.